მე ძალიან ვაფიქრებს ბიოტერორიზმის საკითხი, მეცნიერება არ იტყუება, მომაცემები არ ცურობს. ევროპაში შესაძლოა რაღაც ძალიან ცუდი მოხდეს, არა და არ არსებობს მასთან ბრძოლის სამრეწველო ბაზა. მოგესალმებით ევრონიუსის გადაცემაში მთავარი კითხვა, რომლის ფარგლებშიც ინდუსტრიის სფეროს ყველაზე გავლენიან ადამიანებს ვესაუბრებით. მე მარეთ გვინი ვარ და ჩემი სტუმარია კომპანია მოდერნას აღმასრულებელი დირექტორი სტეფან ბანსელი. დიდი მადლობა რომ დამპატიჟეთ. ჩვენი მაყურებელი მოდერნას ძირითადად COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა SpikeVax-ით იცნობს და რა თქმა უნდა ფართო საზოგადოებამ სწორედ მაშინ გაიგო თუ რა არის მატრიცული რიბონუკლეინის მჟავის ეგრეთ წოდებული mRNA-ს ტექნოლოგია. თუ შეიძლება შეახსენეთ ჩვენს მაყურებელს მაინც რას წარმოადგენს ეს ტექნოლოგია და რით განსხვავდება ტრადიციული მეთოდებისგან. მატრიცული რიბონუკლეინის მჟავა არის მოლეკულა, რომელიც ყოველი ჩვენგანის ორგანიზმში, რომელსაც თითოეული უჯრედი შეიცავს, სწორედ მისი წყალობით ცოცხლობ ჩვენს მცენარეების და ცხოველებიც. ეს არის ბიოლოგიის საბაზისო პრინციპი, რომელიც ცილის წარმოქმნისთვის საჭირო ინსტრუქციას აუცილებს. ჩვენმა კომპანიამ კი მისი მედიკამენტებად გარდაქმნის გზა აღმოაჩინა. ჩვენ შეგვიძლია ადამიანის ორგანიზმში შევიყვანოთ ქარხნულად მიღებული ეს მოლეკულა, რომელიც თქვენს ორგანიზმში არსებული მოლეკულის ზუსტი ასლია. რაც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ მედიკამენტი, რომელიც თქვენი ორგანიზმის უჯრედებს აძლევს ინსტრუქციას, რომ ებრძოლონ მაგალითად კიბოს ან ვირუსს. ან თუ დნმ-ში გარკვეული გენის ნაკლებობით გამოწვეული გენეტიკური დაავადება გაქვთ, ინსტრუქცია მისცეს თქვენს უჯრედებს ისეთი ცილა მოგაწოდონ, რომელიც ნორმალური ცხოვრების საშუალებას მოგცემთ. კომპანია სწორედ იმიტომ დავაარსეთ და საფონდო ბირჟაზეც გავიყვანეთ, რომ გვჯეროდა ეს mRNA ძალიან ძლიერი ტექნოლოგია იყო და რომ დროთა განმავლობაში მისი დახმარებით შექმნით მედიკამენტს მრავალი დაავადების სამკურნალოდ, როგორებიცაა კიბო, ინფექციური დაავადებები, იშვიათი გენეტიკური დაავადებები და ბევრი სხვა. როდესაც COVID დაიწყო, ცოტათი გადავუხვიეთ გზიდან, რათა ჩვენი მოვალეობა შეგვესრულებინა და ხალხს დავხმარებოდით. ამის მერე ისევ დავუბრუნდით ჩვენს მისიას და დღეს უკვე ძალიან კარგი მონაცემები გვაქვს კიბოსა და იშვიათი გენეტიკური დაავადებების მიმართულებით. ასე რომ ეს პლატფორმა ძალიან ბევრი მიმართულებით იძლევა შედეგს. ონკოლოგიაში ვაქცინების გამოყენება ჩვენი მაყურებლებიდან ბევრს შესაძლოა წარმოუდგენლად მოეჩვენოს. შეგიძლიათ პროფიცლად მოგვიყვეთ, მაინც როგორ ხედავთ მომავალს და რა როლი შეიძლება შეასრულოს მოდერნამ სამომავლოდ. რა თქმა უნდა, ვაქცინების მიმართულებით ორი სხვადასხვა გზით მივდივართ. მოდი მკურნალობით დავიწყოთ. ჩვენ ინდივიდუალური მკურნალობის მეთოდზე ვმუშაობთ, რომელიც მხოლოდ თქვენთვის შექმნილ mRNA-ს მოლეკულას ეყრდნობა. ანუ თითოეული პაციენტისთვის განსხვავებულ მოლეკულას ვქმნით. ეს მოლეკულა შედის თქვენს იმუნურ სისტემაში და ფაქტობრივად გადასცემს ორგანიზმში არსებული კიბოს უჯრედის სტრუქტურას, რათა იმუნურმა სისტემამ შეძლოს კიბოს თანთქმა. ბოლო 5 წლის მონაცემების მიხედვით კანის კიბოს შემთხვევაში ამ მოლეკულის ეფექტი გაცილებით დიდია, ვიდრე ამჟამად ხელმისაწვდომი საუკეთესო მედიკამენტებისა. ჩვენი მეორე მიმართულება არის ახალი პროდუქტის შექმნა მათთვის, ვისაც ეგრეთ წოდებული ლინჩის სინდრომი აწუხებს. ლინჩის სინდრომი გენეტიკური დაავადებაა და ის ძალიან ხშირია. 300 ადამიანიდან ერთს აქვს. გამოდის, რომ ევროპაში ეს სინდრომი დაახლოებით 1.8 million ადამიანს აქვს, რაც ძალიან ბევრია. როგორც წესი, თქვენი დნმ ინსტრუქციას აძლევს ცილებს, რომ აღადგინონ დნმ, როცა საჭიროა. როგორც ცნობილია, მთელი სიცოცხლის განმავლობაში თქვენი უჯრედები უამრავ ახალ უჯრედს წარმოშობს და ეს ახალი უჯრედები ზოგჯერ შეცდომას უშვებენ. მაგალითად, როგორც საბეჭდი მანქანის ან კომპიუტერის კლავიატურაზე ბეჭდვის დროს შეიძლება შეცდომა დაუშვათ მარკწერაში. დნმ შეიცავს ისეთ ცილებს, რომლებიც ასწორებენ დნმ-ის უჯრედების მიერ დაშვებულ შეცდომებს. ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმში ეს დნმ-ის აღდგენილი ცილები მუტაციას განიცდიან. ამიტომ ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო მეტი შეცდომის დაშვება და მეტი მუტაცია ხდება დნმ-ში, რის შედეგადაც ვითარდება კიბო. თუ პაციენტს ლინჩის სინდრომი აქვს, ორმაგად მაღალია კიბოს გარშენის შანსი იმ ადამიანთან შედარებით, რომელსაც ეს სინდრომი არ აქვს. ამიტომ ჩვენ ვქმნით ვაქცინას, რომელიც კიბოს პრევენციას შეძლებს. And so what we are doing there is really a vaccine to prevent the cancer. ესე იგი ეს კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინაა? დიახ. როგორ გონიათ ეს გარდამტეხი მომენტი იქნება თქვენი კომპანიისთვის, რადგან ვიცით, რომ COVID-ის დროს გარკვეული ბუმის შემდეგ მოდერნას აქციების ფასი ცოტა არ იყოს დაეცა და არც პროგნოზი კეთდება მაინც და მაინც კარგი ამ კომპანიისთვის. როგორ გონიათ შეიცვლება არსებული ვითარება თუ ყველაფერი მართლაც გამოგივათ? დიახ, როგორც აღვნიშნე, პანდემიამდე არსებული სტრატეგიით მივდივართ, რომლის შედეგადაც უკვე 4 ინფექციური დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა დაგვიმტკიცეს ევროპელმა მარეგულირებლებმა. კიდევ რამდენიმე ვაქცინა მესამე ფაზას გადადის და მათი იგივე მიმდინარე კვლევების მონაცემებს 2026 წელს ველოდებით. გარდა ამისა, უამრავი სხვა პროდუქტიც გვაქვს, მათ შორის არის ლინჩის სინდრომის საწინააღმდეგო პროდუქტიც. ასე რომ ჩვენი პორტფოლიო თანდათან მრავალფეროვანი ხდება. წელს ისევ უბრუნდებით გაყიდვების გზის ტენდენციას, ის რაც COVID-თან დაკავშირებით მოხდა, ვიცოდით, რომ გარდაუვალი იყო. ყოველთვის ვიცოდით, რომ პანდემიის შემდეგ ცილება არ დაგვექნებოდა, რადგან პანდემია არ იყო ნორმალური
განვითარება. ეს ერთგვარი ომი იყო ვირუსის წინააღმდეგ. ამიტომ ველოდებოდით გაყიდვების ვაგნას, მაგრამ ვიცოდით, რომ მერე მთელი პორტფოლიო და ჩვენი ძლიერი პლატფორმა ისევ მისცემდა გაყიდვებს ზრდის საშუალებას, რაც წელს ხდება კიდეც. სტეფან, თქვენ მსხვილი ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის ევროპელი ხელმძღვანელი ხართ. ვიცით, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლები ვაქცინების მიმართ გარკვეული სკეპტიციზმით გამოირჩევიან. როგორ აისახება ეს თქვენ საქმიანობაზე? ეს რა თქმა უნდა აისახება ჩვენ საქმიანობაზე, რადგან ყოველდღე მოვდივართ ოფისში, რათა შევქმნათ ისეთი კარგი პროდუქტები, რომლებიც დაეხმარება ხალხს და როცა ასეთი რამეები გესმის, ზოგიერთი ჩვენი კოლეგა ხანდახან мотивაციას კარგავს. თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენი საქმიანობა მეცნიერებაა. მეცნიერება კი არ ტყუის, მომცემები არ ცრუობენ. ვიცით, რომ ვიღაცა ავადმყოფოში ისევ მოხდება და გარდაიცვლება კიდეც გრიპის ინფექციით, კოვიდის ან რესპირატორულ სინციტიური ვირუსებით გამოწვეული ინფექციებით და ჩვენი ვალი საზოგადოების წინაშე ის არის, რომ შევქმნათ პროდუქტები, რომელთაც ამის პრევენცია შეუძლია. ვაქცინა ერთ-ერთი საუკეთესო სამედიცინო ინსტრუმენტია, რომელიც ხელდგვოქს რათა დაავადება აღკვეთოთ. It prevents disease. შეგიძლიათ გითხრათ, როგორია მოდერნას გავლენა ევროპაში. ასევე რამდენად კარგ პირობებს უქმნის ევროპა ინოვაციებს, მათ შორის იმ ინოვაციას, რომლის დანერგვასაც თქვენ ცდილობთ ევროპაში. Conditions for innovation, like the innovation that you're exploring to happen in the EU as well. ჩემი აზრით, ევროპამ აუცილებლად უნდა მოძებნოს ისეთი სტაბილური გზა, რომ mRNA-ს ტექნოლოგია ადგილობრივად წარმოებოდეს და ხელმისაწვდომი იყოს. როგორც იცით, კომპანია BioNTech-მა, რომელმაც პანდემიის დროს ბრწყინვალედ გაართვა საქმეს თავი, სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ხურავს გერმანიაში თავის წარმოებას. ამიტომ დღეს კონტინენტურ ევროპას თუ გადახედავ, აღარავის შეუძლია mRNA-ს ტექნოლოგიის წარმოება. ამიტომ მოდერნა აპირებს ევროკავშირთან და ევროპის სუვერენულ მთავრობებთან თანამშრომლობას, რათა მოვიფიქროთ, როგორ დავამყაროთ ისეთი პარტნიორობა, როგორიც მაგალითად გვაქვს კანადასთან, დიდ ბრიტანეთთან ან ავსტრალიასთან, რადგან ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპას mRNA-ს წარმოება საკუთარ ტერიტორიაზე შეეძლოს. Partnership, like we have done in Canada or in the UK or in Australia, because we think it's important for Europe to have mRNA on its own. ვიცით, რომ არსებობს რეალური შეშფოთების საფუძველი ეგრეთ წოდებულ სტრატეგიულ ავტონომიასთან დაკავშირებით, რაც ფარმაცევტულ სექტორსაც ეხება. როგორ გვინეთ, ევროპა უკეთ არის მომზადებული ახლა, ვიდრე 2019-2020 წლებში იყო. Back in 2019-2020. გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა, მაგალითად შეიქმნა ჟანოთის სფეროში საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების ორგანო, რომელიც პანდემიისთვის მზადყოფნას უზრუნველყოფს, ასე რომ რაღაც გაკეთდა. თუმცა ჯერ კიდევ ხარვეზად მიმაჩნია ის, რომ არსებობს ინდუსტრიული ბაზა. ევროპაში არ ჩანს კომპანია, რომელიც mRNA-ს ტექნოლოგიის წარმოებას შეძლებს. ეს კი ძალიან ცუდია მშვიდობის დროსაც, როდესაც არავითარი პანდემია არ არის და ომის დროსაც, როდესაც შესაძლოა პანდემია ისევ დაიწყოს. მნიშვნელობა არ აქვს მისი გამომწვევი მიზეზი, ბუნება იქნება თუ ადამიანი. მე სერიოზულად მაფიქრებს ბიოტერორიზმის საკითხი. დღესდღეობით სულ იაფად საკუთარ ავტოფარებში შეგიძლია შექმნა ვირუსი და მთელ ევროპაში გაავრცელო. თუ გავითვალისწინებთ ყველა დესტრუქციულ ძალას, რომლებიც კი დღეს არსებობენ, იქნება ეს მტრულად განწყობილი სახელმწიფო თუ მთავრობისგან დამოუკიდებლად მოქმედი ჯგუფები შესაძლოა ევროპაში რაღაც ძალიან ცუდი მოხდეს და არ არსებობს არავითარი ინდუსტრიული ბაზა, რომელიც მასთან გამკლავებას შეძლებს. მართლაც, დიდი მადლობა ბატონო სტეფან, რომ მობრძანდით გადაცემაში მთავარი კითხვა. დიდი მადლობა.